ჭადრაკში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულს გაიოს ნიგალიძეს მიღწეული წარმატება დღეს აჭარის განათლების მინისტრმა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პირადად მიულოცეს და მას ფულადი ჯილდო გადასცეს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჭადრაკში 26 მაისიდან 23 ივნისამდე თბილისში მიმდინარეობდა, სადაც ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი აჭარის სახელით მოასპარეზე გაიოს ნიგალიძე გახდა. ქალთა ჩემპიონატზე მეორე და მესამე ადგილები კი აჭარის სახელით მოასპარეზე ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ გადაინაწილეს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჭადრაკის ეროვნულ ჩემპიონატზე აჭარის წარმომადგენლობის ეს პირველი გამარჯვება. გაიოს ნიგალიძე უკვე 2 ბალის მფლობელია, მესამე ბალის მოპოვების შემთხვევაში კი მას ჭადრაკში საერთაშორისო დიდო სტატის წოდება მიენიჭება. ეროვნული ჩემპიონი მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს, რომელიც ქალაქ ყაზანში ჩატარდება. საქართველოს ვაჟთა 72 ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა, იქ იყო 1 კვირის უკან და გავხდი გამარჯვებული. 11 შესაძლებლობიდან ავიღე 9 ქულადი. დღეს მე უკვე მივდივარ თბილისში, მსოფლიო უნივერსიადაზე და იქაც იმედია წარმატებით ვიასპარეზებ და დიდო სტატის ბალი ავიღე, 2 ბალი მაქვს ხა და ერთად რო კიდე ავიღებ, გავხდები საერთაშორისო დიდო სტატი. ჭადრაკში როგორც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ ამ საკითხებზე, ბოლო ხანს ან დამოუკიდებელი საქართველოში მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. შევეცდებით რომ გვერდში დავუდგეთ არა მარტო მას, არამედ სხვებსაც და მოგესალმებით რომ აჭარას ჭადრაკის თვალსაჩინო კარგული წარმატებები ყოველ გქონდათ და არ გვინდა რომ ეს წარმატებები ამ წარმატებები მხოლოდ წარსულში ველაპარაკოთ.